პარლამენტთან სტუდენტების 24 საათიანი პროტესტი გრძელდება, მათთან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები მიდიან და მხარდაჭერას უცხადებენ. ახალგაზრდებმა უწყვეტი პროტესტი 17 მარტს დაანონსეს, ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. ნუცა ბახუტაშვილი აშუქებს სტუდენტების პროტესტს, ნუცა გისმენთ. დიახ, გიორგი, უკვე მეორე დღეა, რაც სტუდენტები პარლამენტის შენობის წინ ათენებენ და ამ ფორმით საკუთარ პროტესტს გამოხატავენ. სტუდენტური პროტესტი კვლავ არის მოვლენების ეპიცენტრში. სტუდენტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანი არის პროტესტის ფორმების ცვლილება, რადგან ამ გასულმა 100 დღემ აჩვენა, რომ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, მარშები და პროტესტის ეს ფორმები შედეგის მომტანი არ არის, რადგან ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას იმ ადამიანების, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულნი, არ ესმით და პირიქით ყველანაირ სახელმწიფოებრივ მექანიზმს და ბერკეტს იყენებენ მათ შესაჩერებლად, კერძოდ ჯარიმები, დრაკონული კანონმდებლობა და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ სეულ სტუდენტებმა, რომლებიც 62 დღის განმავლობაში უნივერსიტეტის შიგნით აპროტესტებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ახლა გადაინაცვლეს პარლამენტის შენობის წინ, საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ და იქ გააპროტესტებენ ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. სეულ სტუდენტურმა მოძრაობამ დაუწყეთ 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი და მეორე ღამე გავათენეთ უკვე პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე. ვითხოვთ მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებას და მეორე მოთხოვნა არის უპირობოდ გადადგეს მთავრობა. არანაირი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არ ვაპირებ, მე პირადად, ჩემი პირადი აზრი და პოზიცია ესეთია. მოუწოდებ მოსახლეობას, ჩვენს თანატოლებს, სტუდენტებს, ლექტორებს, ყველას, ვისაც უნდა რომ საკუთარი ქვეყანა საქართველო იყოს ევროპული და დამოუკიდებელი და მომავალში არ გვექვას რუსეთი, შემოგვიერთდნენ. მე ასე დღე აღნიშნეთ აქ ისევ გადაიკეტა პარლამენტი, მაგრამ ეს მე 500 დღესაც აღნიშნე და მე 1000 დღესაც და უნდა მივიღოთ სხვა პოზიცია, სხვანაირად უნდა გაკეთდეს ყველაფერი და რა თქმა უნდა პატრიოტების დედებით ჩაერთონ ამ 24 საათიან პროტესტში. ჩვენც უკვე მეორე ღამე აქ ვართ, არც არ ვაპირებთ წასვლას. ვიქნებით აქ, სანამ არ გავიმარჯვებთ, სანამ ჩვენს მიზანს არ მივახცევთ და რა ვიცი, მოუწოდეთ არა მარტო პატრიოტების დედები, ჩვენი მეგობრებიც, ოჯახის წევრები, რა ვიცი, ახლობლები, გამლელები თუნდაც, რომ მოვიდნენ ხარში დაგვიდგნენ და იქნებ ესე მაინც რაღაცა ამ 24 საათიანი პროტესტით უფრო მეტად შევუქმნათ დისკომფორტი ამ ჩვენს არალეგიტიმურ მთავრობას. სტუდენტებთან ერთად გუშინდელი ღამე პარლამენტის შენობის წინ გაათენეს პატიმრების ოჯახის წევრებმა, დედებმა, რომლებიც ამბობენ, რომ 24 საათიანი პროტესტი არის ახლა ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ქვეყანა გადაარჩინონ, მათ შორის ის მთავარი მოთხოვნები, რაც მთელი ამ უწყვეტი ეროვნული პროტესტის განმავლობაში ჰქონდათ, კიდევ ერთხელ ხმამაღლა გააჟღერონ. ეს არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამიტომ ისინი, როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობენ, არიან ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, რომ გადავიდნენ სრულად პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე. სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ხობთ შეგხვდნენ დედებს, საერთოდ ყურად არ იღებენ, დაგცინიან და სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ამიტომ ჩვენ დავრჩებით, სანამ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე არ დადგება. და ზვიად, მე ახლა უფრო გავიგე შვილო შენი, რომ მეუბნებოდი წერილებითაც და სიტყვით, რომ ჯერ საქართველო და მე და ჩემი ოჯახი. ზვიად, ჯერ საქართველო და მე თქვენ შვილო. ბოდიში თუ ცუდად გამომივა, მაგრამ ვიცი რომ უფრო გაგიხარდება ჯერ საქართველო გადავარჩინოთ და მე ჩვენი პოლიტპატიმრები. სტუდენტების პროტესტი, როგორც უკვე გითხარით, გრძელდება, ისინი სხვადასხვა ფორმით შეეცდებიან, რომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას საკუთარი ხმა გააგონონ, მათ შორის დღეს განათლების სამინისტროსთან არის დაგეგმილი საპროტესტო აქცია 7 საათზე. სტუდენტები შეიკრიბებიან განათლების სამინისტროს შენობის წინ და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ისაუბრებენ განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. უნივერსიტეტებმა ქართული ოცნების დავალებით სტუდენტებს განსაკუთრებული პრობლემების შეუქმნა პროტესტის მიმდინარეობისას, როდესაც სტუდენტები რჩებოდნენ უნივერსიტეტების შენობებში და სწორედ ამ ფორმით ცდილობდნენ საკუთარი აზრის გამოხატვას და პროტესტის დაფიქსირებას.